მე ვარ თინა თინქავთარაძე, ილიას უნივერსიტეტისა და ჯიპას ლექტორი და 8 წლის ნენეს მშობელი. ივა ფეზულაშვილი, მწერალი, ორი შვილის მამა და სახელმწიფოს ოჯახური ღირებულების და არასრულყოფილთა დაცვის კანონს, ასევე ცნობილ როგორც სიძულვილის კანონს, არც ჩემთვის, არც ჩემი შვილებისთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია, არც მე და არც ჩემი შვილები არაფრისგან არ დავუცავთ, პირიქით დაგვაყენა ძალიან დიდი საფრთხის ნაშრომი, რასაც ქვია ცენზურა. მე ვარ მარიხ დევიძე, ფსიქოლოგი, თესეუს მოწვეული ლექტორი და 3 შვილის მშობელი. ჩემი როგორც მშობლის უფლებები ილახება. ვინაიდან ჩემი გოგონა უკვე 5 წლიდან 6 წლიდან სვამდა შეკითხვებს იმის შესახებ, როგორები არიან ადამიანები. როგორი არის სამყარო. და 6 წლის იყო, როდესაც პირველად წაიკითხა ვეფხისტყაოსნის ფრაზა, რითაც იწყება ვეფხისტყაოსანი, ხო, რომ გვაქვს უთვალავი ფერით. და მაშინ მკითხა, რას ნიშნავს, რომ სამყარო არის უთვალავი ფერით. და მე მას ავუხსენი, რომ ადამიანები არიან სხვადასხვანაირები, სხვადასხვა მისწრაფებებით, სხვადასხვა სურვილებით და სხვადასხვანაირად ესმით საკუთარი თავი. და ადამიანი ისეთია, როგორც პირველ რიგში ესმის საკუთარი თავი, როგორც აღიქვამს და გრძნობს საკუთარ თავს. როდესაც ამას ვუხსნიდი ჩემს ნენეს, ხო, მივხვდი, რომ ეს არის თავისუფლება. ზუსტად ვიცით მშობლები, რა ლიტერატურა ვისთვის არის, რა ფილმი ვისთვის არის და ვისთვის არის. მე მყავს 8 წლის და 6 წლის ბავშვები და ვკითხულობ მაგალითად ჰარი პოტერს, იმიტომ რომ ჰარი პოტერი არ არის მათი ასაკისთვის განკუთვნილი და მაშინ საერთოდ არ მჭირდება სახელმწიფოს მითითება ან რჩევა ან ასე შემდეგ. ძალიან უცნაურია, ბავშვით რატო ვამბობთ, რომ ეს კანონი უფრო მეტად ცენზურას და მოწყვლადი ჯგუფების კულტურული ველიდან გაქრობას უწყობს ხელს, იმიტომ რომ ბავშვით კინოში არსებობს წინასწარ გაფრთხილება, ეს ფილმი რამდენი წლის ადამიანისთვის არის. თუ სახელმწიფოს უნდოდა რომ ბავშვები დაეცვა რაღაცისგან, რაც არ არის მათი ასაკისთვის შესაფერისი ფილმში ან წიგნში, ამის მექანიზმი უკვე არსებობდა. ეს კანონი არ არის ბავშვების დაცვისთვის, ეს კანონი არის პროპაგანდისტვის, ევროკავშირთან საქართველოს დაშორებისთვის და რა თქმა უნდა მოწყვლადი ჯგუფებთან ბრძოლისთვის და მათი საერთო ველიდან გაქრობისთვის. ამ კანონის უკან ჩემი აზრით უფრო მაინც დგას ის, რომ უფრო მეტად უახლოვდებით რუსეთს და რუსულ კანონებს. რა გამოდის, რომ გენდერულ საკითხებზე არაფერზე არ ვესაუბრებით, სანამდე სრულწლოვანი არ გახდება მოსწავლე, ან შვილი, ან ბავშვი ნებისმიერ წრეს, სადაც არ უნდა დადიოდეს და სრულწლოვანი რო ხდება, მერე ვიწყებთ გენდერზე საუბარს. მანამდე რა სიბნელეში ზის, არსად არ მოისმენს, არსად არ წაიკითხავს, თუნდაც საზღვარგარეთ, რომელიც ხსნილია ჩვენთვის და გინდა აზიის ქვეყნები იყოს, გინდა ევროპა იყოს, გინდა ამერიკა იყოს, დავდივართ, დავყავს შვილები, არ მოისმენს, არ წაიკითხავს, არ ნახავს. მე არ მესმის, რას ნიშნავს პროპაგანდა. პროპაგანდა, მე ვიცი, ფაშისტური პროპაგანდა, ვიცი, საბჭოთა პროპაგანდა, ვიცი, ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდა და დიახ, ეს კანონიც არის პროპაგანდა. სინამდვილეში ეს კანონი არის პროპაგანდა იმისა, რასაც ქვია თავისუფლების შეზღუდვა. თორემ რას ნიშნავს LGBT პროპაგანდა? აბსოლუტურად ჩემთვის ეს გაუგებარია როგორც მშობლისთვის. თუ სახელმწიფო ცდილობს როგორღაც ოჯახი და არასრულწლოვანები დაიცვას, პირველ რიგში იქნებ სახელმწიფო ცდილობდეს, რომ ემიგრაციის პრობლემას უშუალოს, რაღაცა ეკონომიკური კრიზისის უშუალოს, რის გამოც მშობლებს უწევთ, რომ საქართველოდან წავიდნენ და მარტო ქართული ოცნების პერიოდში 10,000 ადამიანია წასულიო და ოჯახს დაშორებული. იმ არასრულწლოვანებს დაშორებული და იმ ბავშვებს, რომელთა დაცვასაც ქართული ოცნება ესე თავგამოდებით ცდილობს ანტი-LGBTQ კანონით. თუ ბავშვების დაცვაზე არის საუბარი, მაშინ იქნებ ბავშვთა შორის არ იყოს შიმშილი, იქნებ სკოლაში იყოს უფასო სასადილოები, იქნებ ჯართის შესაკრებებლად წასული ბავშვი ტრაგიკულად არ იღუპებოდეს ან პოლიციაში გრაფიტის გაკეთების გამო მისულ არასრულწლოვანს ისეთი წნეხი არ იყოს, რომლის გამოც ის მერე თავს მოიკლავს და ამ დანაშაულის შემოქმედებიდან მხოლოდ ერთი დაისჯება 3 წელს მიუსჯიან და 1 წელიწადში იმასაც გამოუშვებენ. თუ სახელმწიფო ცდილობს არასრულწლოვანი ბავშვების დაცვას, იქნებ მინუსმინდის პანსიონში მომხდარ ამბებზე, ოდესღაც მაინც გაგვცენ ადამიანური პასუხი და ყველაფრის მიჩქმაუაზე არ იმუშაონ. ვეთქვი მშობლებს, აკრძალვა არასოდეს არ ყოფილა გამოსავალი, აკრძალვა არასოდეს არ არის საკითხის მოგვარების და გადაჭრის ყველაზე კარგი საშუალება. მე მინდა უთხრა მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ აი ამ ეგრეთ წოდებული პროპაგანდის, რომ არაფერი არ არის საშიში გარდა თავისუფლების შეზღუდვის, გარდა აკრძალვებისა, ხოლო აკრძალვები შობს იმას, რაც ჩვენი შვილებისთვის არ გვინდა. აგრესიას
და ნებისმიერ ძალადობას. ასე რომ მშობლებს რისიც უნდა გვეშინოდეს, მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ ასეთი ტიპის კანონები, რომლებიც ჩვენ შვილებს თავისუფლებას უკრძალავს.